გამარჯობათ პატივცემულო მაყურებლებო, პატივცემულო მსმენელებო, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი, მე ვარ ჟურნალისტი სოსო ზაალიშვილი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვიყურებთ ჩვენ და გვისმენთ ჩვენ. დღეს ღამის ეთერში ჩემთან ერთად გესაუბრებათ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე. ჩვენ ვისაუბრებთ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო თემებზე. რადგან მოგეხსენებათ სულ მალე 26 მაისი მოდის საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ძალიან ასე ვთქვათ ცხოველად მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესები და არც მე არც მამუკას და არც ყოველ ჩვენთაგანს არ გვინდა რომ ჩამორჩეთ ამ პროცესს. ჩვენ განვიხილავთ იმ პრობლემებს, რომელიც დაგროვდა ჩვენ ქვეყანაში, რომლებიც ახლა გაჩნდა ჩვენ ქვეყანაში, თქვათ და აქამდე ასე ვთქვათ, ცოტა მიმალული იყო. ასევე ვისაუბრებთ, რა შეიცვალა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რა დაგვრჩა, თქვათ, ძველი ხელისუფლებიდან. და საერთოდ ყველაფერზე ამაზე, მაგრამ პირველ რიგში, მამუკა მე მინდა დავიწყო საუბარი ერთი ტენდენციით, რომელიც თქვათ აი ამ ბოლო დროს, ასე ვთქვათ, მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აშკარად ჩანს და ჩემი აზრით ეს გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენს ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების წარმოებისათვის არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც და ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის ის რაც მოხდა თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში აი ბოლო დროინდელი სკანდალი, ორი სკანდალი რომელზეც საუბარი არის რომ შეიძლება გარკვეულწილად თუ არ შეიწირავს ყოველ შემთხვევაში საკმაოდ შეარყევს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ობამას ადმინისტრაციას. პირველი ეს არის ყბადაღებული მოსმენების თემა და მოსმენების თემა მოგეხსენება ჩვენთანაც ძალიან აქტუალურია ამ ბოლო დროს და არა მარტო ბოლო დროს, თქვათ ბოლო 9 წლის პერიოდში ძალიან აქტუალური იყო. მე გულისხმობ Associated Press-ის ოფისის მოსმენების თემას, უკანონო მოსმენების თემას, რომელსაც უკვე პრაქტიკულად რომელმაც უკვე წყალი შეუყენა გენერალურ პროკურორს ამერიკის შეერთებული შტატების და იუსტიციის მინისტრს. მეორე საკითხი ეს არის კონსერვატორული ძალების, ანუ კონსერვატორული პოლიტიკური მიმდინარეობის და აზროვნების მქონე ორგანიზაციების შემოწმება იქაური ანალოგი პირდაპირ როგორ თქვა, არც ვიცი, ფინანსური პოლიციის ანალოგიური სტრუქტურის მიხედვით, რომელიც ხელმძღვანელიც უკვე გადადგა, ეს დაიწყო 2012 წლიდან ეს პროცესი და ძირითადად ამოწმებდა სწორედ აი კონსერვატორულ ძალებს და მოგეხსენებათ, გახსოვთ ალბათ საქართველოში 2012 წელს არჩევნების წინ ჩამოყალიბებული იყო მოგილაძის სტრუქტურა რა, როგორ მუშაობდა, როდესაც მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, თქვათ, ამოწმებდა ეს სტრუქტურა, ზუსტად ანალოგიური პროცესი მიმდინარეობდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. აი აქედან გამომდინარე, ეს როგორ თქვათ, როგორ შევხედოთ ამას, ეს უბრალოდ ტენდენცია, რაღაცა ესეთი ლიბერალური მემარცხენე ტენდენციის მთელ მსოფლიოში, თქვათ, ასე ვთქვათ, გამარჯვება, თქვათ, თუ უბრალოდ ეს ცხოვრების პროცესია, ტალღა, რომელიც გადაივლის და თქვათ, ყველაფერი შემდეგ ისევ ბალანსი დამყარდება ან დადგება ისევ ჩვეულებრივად, როგორც იყო აქამდე, თქვათ, თუ აი რა შეფასებას მიცემ აი ამ პროცესებს, საქართველოშიც და ჩვენ ფარგლებ გარეთაც. დიდი მადლობა მოწვევისათვის, პირადად თქვენ და მედია კავშირ ობიექტივს, რომელიც იძლევა საშუალებას ასეთ მნიშვნელოვან სერიოზულ ფუნდამენტალურ თემებზე ვისაუბროთ, მაგრამ მანამდე მინდა ყურადღება გამახვილოს სხვა საკითხზე. დღეს გლოვის დღეა საქართველოში, სახალხო პარტიის სახელით, მისი ყველა წევრის სახელით მინდა სამზიმარი უთხრა მთელ საქართველოს, განსაკუთრებით დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს, ახლობლებს. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ ეს ბიჭები დაიღუპა საქართველოსთვის. ამ ბიჭებმა პირნათლად მოიხადეს თავისი ვალი ქვეყნის წინაშე და ბუნებრივია, რომ ჩვენ ყველას პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებას მთლიანად ჩვენი ვალი გვაქვს მოსახდელი.
სამწუხაროდ ამ ვალის გაცნობიერება ჩვენი მხრიდან არ ხდება. ეს სისხლი იღვრება არა მარტო იმისთვის, რომ ზოგადად ვიღაცამ თავი მოიწონოს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს მონაწილეობით, არამედ იმიტომ იღვრება და იმიტომ ღვრიან ჩვენი მეომრები, რომ საქართველოს მიეცეს საშუალება ცივილიზებულ სამყაროში ადგილის დამკვიდრების. საქართველოს მიეცეს შესაძლებლობა, რომ ის იყოს ყურადღების ქვეშ საერთაშორისო თანამეგობრობიდან. რათა საერთაშორისო თანამეგობრობა დაეხმაროს საქართველოს და ქართულ ხალხს მთელ რიგ საკითხებში. და თუ ჩვენ ამ დახმარებას ბიჭების მიერ დაღვლილ სისხლს სწორად არ გამოვიყენებთ, მაშინ ჩვენი მხრიდან ეს იქნება ერთის მხრივ უპატივცემულობა ქართველი მეომრების მიმართ და მეორე მხრივ შესაძლებლობების ხელიდან გაშვების უდიდესი დანაშაული. ჩვენ რომ დღეს მეტნაკლებად მშვიდობიან გარემოში ვცხოვრობ და ჩვენ რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა ვიწოდებოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი, ჩვენი ბიჭებმა თავისი სისხლით განამტკიცეს. მაგრამ ის რომ იმ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ქვია, ქართული სახელმწიფო უნდა აშენდეს, ეს ჩვენი გასაკეთებელია და შესაბამისად მოუწოდებ ყველას, რომ ვიფიქროთ იმ ფუნდამენტალურ ღირებულებებზე, იმ საკითხებზე, რაზეც ეფუძნება ქართული სახელმწიფო. რა არის ის ბალავარი, რაზეც ჩვენ უნდა დავაფუძნოთ ქართული სახელმწიფო. დაუპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ერის მიერ ისტორიის განმავლობაში დაგროვილი, შეძენილი, შექმნილი ღირებულებები გახდეს მდგრადი და განვითარებადი მომავალში. ჩვენ იმიტომ მოგვინდა სახელმწიფო, რომ ჩვენმა შვილებმა უკეთესად იცხოვრონ ქართულ სახელმწიფოში, იმიტომ რომ სწორედ და მხოლოდ ამ სახელმწიფო შეუძლია დაიცვას ქართველი ერის მიერ შექმნილი ეს ღირებულებები, არა მარტო დაიცვას, განავითაროს კიდეც. და როდესაც ჩვენ არ ვასრულებთ ჩვენ ფუნქციას, ამით ვერ მივაგებთ პატივს, ვერ ჩვენ წინაპრებს, ვერც ამ ბიჭებს და ფარისევლობა გამოგვივა დღეს დაღვრილი ცრემლი ან გლოვის დღეს გამოცხადება, თუ რეალურ საქმეში არ ავსახავთ ჩვენს დამოკიდებულებას და პატივისცემას ამ ბიჭების მიმართ. ახლა რაც შეეხება რას თქვენ ბრძანეთ ამ თემის ლოგიკური გაგრძელება, სოფლიოში მიდის ბუნებრივი პროცესები. ადამიანის შემდგომ ეს პროცესები ვითარდებოდა და შესაბამისად ამა თუ იმ პერიოდში, ამა თუ იმ სახეს ღებულებდა და გარკვეულწილად იქმნებოდა ისეთი წონასწორობის და ბალანსის სისტემები, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანას აძლევდა შესაძლებლობას თავისი ქვეყნის ინტერესი და თავისი ღირებულებები წარმატებულად განეხორციელებინა. ბუნებრივია ის გარემოება, რომ ცხოვრება არ არის სხვადასხვა დღეების მექანიკური ჯამი, ეს არის ერთიანი უწყვეტი პროცესი და ამ პროცესში ის ადამიანი და ის ერი იქნება გამარჯვებული, რომელიც სწორად მოიაზრებს თავის ფუნქციას და როლს იმ კონკრეტული სიტუაციისათვის. როცა საქართველოსზე ვსაუბრობთ, ჩვენ არც ერთ ეპოქაში არ ყოფილვართ არაკონკურენტუნარიანი გარშემო ჩვენს გარშემო ყოფ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. არა თუ ჩვენს გარშემო, არა მსოფლიო ტენდენციები ავიღოთ. თუნდაც როცა ჩვენ თავი მოგწონს ვეფხის ტყაოსნით, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის ევროპა, რომელიც შემდგომ ჩამოყალიბდა, იმ ევროპა საქართველო ქმნიდა თავისი კულტურული ღირებულებებით, ბუნებრივია ბიზანტიასთან ერთად და რომ საქართველომ რამოდენიმე საუკუნითაც კი გაასწრო ზოგიერთ დღევანდელ წარმატებულ ქვეყანას. ჩვენ არ ჩამოვჩენილ ვართ არც ერთი მიმართულებით, არც სულიერებით, არც კულტურით, არც არქიტექტურით და ასე შემდეგ. უბრალოდ ბოლო საუკუნეებში, როდესაც უკვე სახელმწიფოებრიობა აღარ ჰქონდა, ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი ერის გენეტიკური ნიჭი გამოგვეყენებინა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ ენერგიას სხვა ქვეყნის გაძლიერებას ვახმარდით და ელემენტარულად უნდა ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალი, სამხედრო პოტენციალი და ასე შემდეგ მოხმარდებოდა სხვას, მაგრამ როგორც კი დადგა 18-21 წლების დამოუკიდებელი საქართველო, მაინც იფეთქა სწორედ ამ უდიდესმა ნიჭიერებამ და
ყველაფერს თავი დავანებოთ დაწყებული უნივერსიტეტის გახსნით, დამთავრებული ზედიზედ ყოველ წელს წელიწადში 3-4 ოპერის პრემიერა იმართებოდა საქართველოში და მეცნიერების ბუმი იყო საქართველოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომაც ჩვენ ვჭირდება თავისუფლება და დამოუკიდებლობა იმისთვის, რომ ეროვნული ენერგია გადაიქცეს და ისეთ კალაპოტში წარიმართოს, რომელიც ქვეყანას მისცემს საშუალებას, რომ ის გახდეს კონკურენტუნარიანი მთელ მსოფლიოში. ამიტომაც 26 მაისი ახსენეთ და ჩვენ გვმართებს 26 მაისის შესაბამისი გაცნობიერება. რა არის ჩვენთვის 26 მაისი? ეს მხოლოდ და მხოლოდ რაღაც გარკვეული წლების წინ მომხდარი მოვლენის ასე ვთქვათ ახმა თუ შეფასება იმ მრავალათასწლოვანი საქართველოს ისტორიისა, რომელიც ქართველ ხალხს არ აძლევს მოდუნების საშუალებას და ერთ-ერთი ის თარიღია, რომელზედაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. როცა ვკამათობ დაუშვათ იგივე თუნდაც აღლუმი გაიმართება, არ გაიმართება, კონცერტი ჩატარდება, არ ჩატარდება, აქ პოლიტიკურ ინსინუაციების თემად გადაიქცა და არა იმად, რომ ჩვენ დღეს, მაშინ როდესაც საქართველო ოკუპირებულია იმავე ქვეყნის მიერ, რომლისგანაც ჩვენ თავი დავიხსენით 26 მაისის აქტით, რომ დღეს ტერიტორიები დაკარგული ქვეყანა ვარ და რომ დღეს ისევ და ისევ უპირველეს ყოვლისა ეს გვეხანა გვიქმნის პრობლემას, ჩვენ 26 მაისის დროშა უნდა ავაფრიალოთ და მთელ მსოფლიოს მტერსაც და მოყვარესაც უნდა ვაგრძნობინოთ, უნდა უთხრათ, რომ არა ბატონებო, ჩვენ არ ვივიწყებთ ამ თარიღს, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის, ერთი წამითაც არ მიგვაჩნია, რომ ჩვენი გმირების სისხლი ტყუილუბრალოდ დაიღვარა. 90 წელი სრულდება 1923 წლის მაისში, აი ორშაბათს 90 წელი სრულდება კოხთა აფხაზი და ღირსეული ქართველი ადამიანები, როცა დახვრიტა საბჭოთა რეჟიმმა. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, ჩვენ ყოველდღიურად უნდა შევახსენოთ ჩვენ თავს, რომ მათი შთამომავლები ვართ. მათი სისხლი და ხორცი ვართ, მათი სულისკვეთებას უნდა გამოვხატავდეთ. ყოველდღიურად ეს უნდა დაინახოს მტერმა და მოყვარემ და დაინახოს არა იმიტომ რომ ჩვენ ამით რაღაცა ლოკალურის მიღწევა გვინდა, არა ბატონებო, ეს უნდა დაინახოს იმიტომ რომ მსოფლიო პროცესებში მივიღოთ მონაწილეობა. ბრძოლა, იდეოლოგიური ბრძოლა სამყაროში ეს არ ახალია, ეს ძველია და ელემენტარულად ბიბლიაში არის გადმოცემული თუ როგორ მიექანება სამყარო ერთიან სტანდარტებზე მორგებული ერთიანი სახელმწიფოს შესაქმნელად და როგორ უნდა მოიქცეს ჭეშმარიტი მამულიშვილები იმისათვის რომ ეს ამ პროცესს გაუწიოს წინააღმდეგობა და როგორ უნდა მოიქცეს იმისათვის რომ ამ ბრძოლაში იდგეს ზეციური მხედრიონის გვერდით და გადარჩეს არა მარტო თვითონ, არამედ გადაარჩინოს მის გვერდით ყოფნი. ეს ბრძოლა, რასაც დღეს დაერქვა ეგრეთ წოდებული ფსევდოლიბერალები ან კონსერვატორები, ეს ბრძოლა მიმდინარეობს იმ მიმართულებით, რომ რა იქნება სამყაროს ცენტრი, იქნება ტრადიციული ჩამოყალიბებული ღვთის მიერ შექმნილი სამყარო თავისი კანონზომიერებით, თუ ადამიანურ ახირებებზე აგებული, კომფორტული ერთი შეხედვით, მაგრამ სულის ასე ვთქვათ დამღუპველი და ცხოვრების დამღუპველი იდეოლოგიები. ეს ბრძოლა მიმდინარეობს მუდმივად და ეს ბრძოლა არ დაუწყია ასე ვთქვათ იმ ადამიანებს და ვერც დაიწყებდნენ იმ ადამიანებს, რომელსაც თვით არსი გააჩნიათ. ისე როგორც სიკეთესა თვით არსი და არ გააჩნია თვით არსი ბოროტს, ამიტომ ებრძვის ბოროტი სიკეთეს და სიკეთე არასოდეს არ ებრძვის ბოროტს. და სიკეთე თავისთავად არსებობს. ისე როგორც სინათლე თავისთავად არსებობს და სიბნელი არის სინათლის დეფიციტი. ამიტომ აქედან გამომდინარე ბუნებრივად ხდება, რომ შეგნებულად რაღაც არასწორად წარმართვა, შეგნებული ჩამობნელება იმისათვის, რომ ჩვენ სწორი გზიდან გადავუხვიოთ და ეს ბიბლიური პროცესია, სოფლიო პროცესია. ხა დღეს რაღაც გარკვეულწილად გლობალიზაცია
უწოდეს ამ პროექტს. გლობალისტური არ იყო დაუშვათ რომის იმპერია, გლობალისტური არ იყო მონღოლეთის იმპერია, ნაპოლეონის იმპერია, თუ საბჭოთა იმპერია. ეს პროცესები მუდმივად მეორდება, ეს გარკვეულ ციკლურად რომის საღვთო იმპერია. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთია სტანდარტებზე მორგებული მსოფლიო, რომელიც არ ტოვებდა სხვა, ასე ვთქვათ, ღირებულებების ადგილს და თუ მეტნაკლებად იგივე რომის იმპერია ვახსენეთ და დასაშვები იყო რეალური თვითმმართველობა და ელემენტარულად თუნდაც ბიბლიიდან ვიცით რომ ებრაელებს თავისი თვითმმართველობა ჰქონდა, თავის სასამართლო ჰქონდა და რაღაც გარკვეულ უფლებებში იყო შეზღუდული, თორემ რეალურად ერის შინაგან კულტურას, ცხოვრებას, ღირებულებებს საფრთხე არ ემუქრებოდა საფრთხე დაუშვათ სხვა პერიოდებში, მაგრამ დღეს ეს დადგა ღიად და დღეს უკვე საფრთხე ემუქრება პატარა ქვეყნებს საფრთხე ემუქრება თავიანთი ღირებულებების შენარჩუნებაში. ჩვენ როცა საუბრობთ იგივე შახაბასთან მიმართებაში, რომ რატომ იყო შახაბასი ყველაზე ვერაგი დამპყრობელი, იმიტომ რომ განსხვავებით სხვა დამპყრობლებისაგან ის შეეცადა სულში ჩაერტყა ნაჯახი ქართველი კაცისათვის. განეხორციელებინა რა? ესე იგი, თავისი მიზნები ისე რომ ქართველებს უარი ეთქვათ იმ დამკვიდრებულ სოციალურ ფენებს შორის ტრადიციაზე, რომელიც მაშინ არსებობდა. იმ დამოკიდებულებაზე მიწასთან და მეურნეობასთან, რომელიც მაშინ არსებობდა. უარი ეთქვათ თავის სულიერების, ასე ვთქვათ, ყოფაცხოვრებაში გადატანაზე და ასე შემდეგ პიროვნების თავისუფლებაზე და ასე შემდეგ. პრაქტიკულად ამას ემატება კიდევ სხვა ყოფითი მომენტები, როდესაც გადაასახლა ხალხი აქედან და უცხო ტომელები ჩამოასახლა. სწორედ ამიტომაც არის, რომ ჩვენ ეს ისტორიის გაკვეთილები უნდა შევითვისოთ და შესაბამისად ამ ცოდნით აღჭურვილებმა, ისე როგორც ყოველთვის ვიყავით კონკურენტუნარიანი, დღეს კვლავ მოვახერხოთ და გავხდეთ კონკურენტუნარიანი. მამუკაცარი ეთერში შემოუშვათ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ახლა ჩავხდე და ცოტა მოგვიანები და მოვისმინე ბატონის სოსოს გამოსვლა და იცით ერთ რაღაცაზე დამაფიქრა და აი მამულიშვილებზე ის ლაპარაკობს ადამიანის ბატონის სოსო. შეიძლება მამულიშვილების დანიშნულება და ამოცანა ზუსტად ეს არის, რასაც ბრძანებს ბატონის სოსო. ჭეშმარიტი მამულიშვილების, როგორც არიან მიშვეული ისეთი მეთოდებით მიაღწიონ თავის მიზანს, დაიცვან თავისი ეროვნული დამოუკიდებლობა, თავისი ენა მამული და ესე შემდეგ. მაგრამ რადგან იყო ლაპარაკი ბიბლიაზე, იცით, აი იქ ახალ აღთქმაში წერია მამულიშვილებზე კი არ არის ნახსენები, არამედ ღმერთის შვილებზე. და ღმერთის ჭეშმარიტი ღმერთის შვილის დანიშნულება ახალი აღთქმის გადაგება და ღმერთის ცნებების, ანუ ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეში სწავლება. სადაც იცით მამულიშვილებზე არ არის ის ნახსენები, იქ არის ლაპარაკი ღმერთის შვილებზე. თუ რანაირად უნდა მოიმოქმედოს ღმერთის შვილი, რა უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, აი დაწუნებით ყველაფერი მთლიანად, აი მთელი მოცულობით არის დაწერილი ახალი აღთქმის ფურცლებს. აი ჩვენ ვისწავლით რანაირად უნდა მოვიმოქმედოთ, რომ დავიმსახუროთ ღმერთის მოწონება. გასაგებია, მადლობთ. პრაქტიკულად დააფიქსირე ხა ჩვენ მსმენელმა აზრი, თუმცა ნებადართეთ საუბრობდით შემადგენელზე, ჩვენ საუბრობდით ამის საზოგადოებრივ შემადგენელზე, ხოლო რაც შეეხება იმ ნაწილს, როცა საუბარია დაუშვათ სახარებაზე, ბუნებრივია. ჩვენ ღმერთმა მოგცა სწორედ ის უდიდესი სახელმძღვანელო, რომლითაც ჩვენ უნდა ასე ვთქვათ, ვისწავლოთ არა მარტო ჩვენი სულიერი
განვითარების შესახებ, არამედ ჩვეულებრივ ყოფითი საკითხები, როგორ უნდა მოიქცეთ ამ სიტუაციაში, როგორ უნდა, ასე ვთქვათ, გადავირჩინოთ თავი. იქ საუბარია ამავე დროს იმ ღირებულებებზე, რომელი ღირებულებებიც საფუძვლად უდევს ქართველი კაცის ბუნებას, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც მივიღეთ ქრისტიანობა, ეს არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ერთი რელიგიით მეორე რელიგიის შეცვლა. ეს იყო ქართველთა სულში არსებული ძირითადი ღირებულებებისთვის მისაღები და შეიძლება ითქვას, რომ მეუფიანანიას აქვს ძალიან კარგი წიგნი ამასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდებოდა, როგორ ემზადებოდა საქართველოს ქრისტეს შესახვედრად. სწორედ ამ ცოდნით აღჭურვილებმა, საკუთარი თავის შემეცნებით აღჭურვილებმა, საკუთარი ისტორიის ცოდნით აღჭურვილებმა, ჩვენ აი ამ გლობალისტურ პერიოდში შესაბამისი, ასე ვთქვათ, ქმედებები უნდა გადავდგათ. დღეს შეიძლება თქვენ ახსენეთ ამერიკაში ეს პრობლემები. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პრობლემაა. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი სკანდალია და ბუნებრივია, რომ ეს დაღს დაასვამს ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ ჩვენთვის ეს გაცილებით საშიშია. რა თქმა უნდა, ამიტომ გაცილებით საშიშია. ჯერესერთი იმიტომ, რომ ჩვენ შედარებით, ასე ვთქვათ, პატარა ქვეყანა ვართ და მეორე იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ დამკვიდრებული სახელმწიფო არ აქვს. ესე იგი, ის მექანიზმი არ გვაქვს, რითაც ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას და წინააღმდგომას. როდესაც საუბრობთ, აი თუნდაც მაგალითები ბევრია, ისრაელის მაგალითი ავიღოთ, მაგალითად ის, რომ სულმივად ომშია ჩართული, ავიღოთ მაგალითად ის, რომ პრაქტიკულად ბოლო შემთხვევა იყო ნათანიაჰუმ, რომ დაამთავრა თავისი ვადა, მანამდე თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვადა ვინმეს დაემთავრებინოს და მთავრობა ლამის იტალიასავით წელიწადში ერთხელ მინიმუმ იცვლებოდა, მაგრამ დამკვიდრებულ სახელმწიფოსთვის ამას ზიანი არ მოუტანია. და იმის გამო, რომ მთავრობა ყოველ წელს იცვლება, ამის გამო ისრაელს პრობლემა არ შექმნია. ისევე როგორც იტალიას არ შექმნია ამის გამო პრობლემა. ბელგიას მაგალითად პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში საერთოდ არ ყავდა მომქმედი მთავრობა, მოვალეობის შესრულებელი ყავდა, მაგრამ ეს ბელგიის ცხოვრებაზე არ ასახულა. ამით ისი თქმა მინდა, რომ იმ ქვეყნებს, რომელსაც აქვს უკვე ჩამოყალიბებული მდგრადი სისტემები შექმნილი, მათ ამის პრობლემა არ გააჩნიათ. მაგრამ იმ ქვეყნებში, აი ჩვენაირ ქვეყნებში, სადაც ასეთი სისტემები არ არის ჩამოყალიბებული, სადაც ბოლომდე არ არის განსაზღვრული რა არის სახელმწიფოს ფუნქცია. რას ნიშნავს მე ვარ მოქალაქე? რა არის ჩემი ვალდებულება ქვეყნის მიმართ? რა არის ის ძირითადი ღირებულებები, რაზეც ეს სახელმწიფოა აგებული? დღეს ჩვენ ლოზუნგად გვესმის, რომ ლიბერალურ დემოკრატიული ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო. რატო ლიბერალურ ხო შეიძლება იყოს კონსერვატორულ ღირებულებებზე დაფუძნებული? იმ გაგებით, აი თვითონ სიტყვა ლიბერალი, იმ გაგებით, რა გაგებითაც ილია ჭავჭავაძე ამ სიტყვას ხმარობდა, იმ გაგებით ბუნებრივია ჩვენ ყველანი ლიბერალები ვართ. იმიტომ რომ უმთავრესი ლიბერალიზმი და უმთავრესი დემოკრატიული პოსტულატები საფუძველს სწორედ სახარებიდან იღებს. სწორედ ქრისტე იყო პირველმა, რომელმაც დასვა უდიდესი, ასე ვთქვათ, საკითხები კაცობრიობის წინაშე და გადაწყდა სწორედ სასარგებლოდ, რომ შემდგომ აღარ არის ცივილიზებულ სამყაროში დავა იმასთან დაკავშირებით, რომ არა არის დედაკაცობა და მამაკაცობა, არა არის ხურიობა და წარმართობა. ესე იგი, ადამიანების თანასწორობის საკითხი სწორედ ქრისტეს აქით აღარ გამხდარა საკამათო, თორე ელინისტურ რომში და ელინისტურ საბერძნეთში და იგივე რომში ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. ახლა დღეს ჩვენ რაღაც თემებზე მოგვიწევს საუბარი და აი ეს თემები დაუშვათ ჩვეულებრივ ყოფით დეტალები იყო და ყოველ შემთხვევაში ისტორიიდან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიჭუნებთან, ასე ვთქვათ, გართობა ისეთივე ნორმალურად ითვლებოდა, როგორც უშუალოდ ქალებთან ურთიერთობა. ან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მონა ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და სულებით არავინ არ განიცდიდა დისკომფორტს იმის გამო, რომ ასე ვთქვათ, მას მონები ყავდა და უშუალოდ ისე შეეძლო მისი მოკლა, გაჩუქება, განადგურება, რომ ამის გამო არანაირი მორალური შინაგანადაც კი არ ქონდა რაიმე ესეთი განცდა. სწორედ ქრისტემ მოგცა ჩვენ უპირველეს ყოვლისა აი ეს თანასწორობა ოღონდ
ჩვენ თანასწორნი ვართ რაში? აქ არის განსხვავება. თანასწორი ვართ იმაში, რომ არჩევანის უფლება ყველას აგვაქვს. თანასწორად და თანასწორი ვართ იმაში, რომ ჩვენ სოდვა მადლის გარჩევის დროს თავისუფალი შემოქმედებითი არჩევანის შესაძლებლობა გვაქვს. ამ თანასწორობაზეა საუბარი, თორე როგორ შეიძლება თანასწორი იყოს კაცი, რომელსაც აუკითხია 1000 წიგნი და კაცი, რომელსაც საერთოდ წიგნი რა ფორმის არის, არ იცის. ვერ იქნება ის განათლებაში, ასე ვთქვათ, თანასწორი. თუ რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, გამწყინებული არ არის და ღვთისგან პირდაპირ არ აქვს მიცემული ეს ცოდნა, როგორც ძალიან ბევრ წმინდა მამას ქონდა. ან იგივე მოციქულები, რომლებიც უბრალოდ მებადურები იყვნენ და სამყაროს, ასე ვთქვათ, შეცვალეს მთლიანად სამყარო. ვერ ვიქნები თანასწორი მოედანზე, როდესაც უშუალოდ თქვენ უკეთესად თამაშობთ, ვიდრე მე, როცა მესი ხარ თქვენ და მე არ შემიძლია ფეხბურთზე როგორ ვიქნებით, ასე ვთქვათ, თანასწორი, მაგრამ თავარში ვართ თანასწორი და სწორედ ეს დაედო საფუძვლად ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებს. უბრალოდ შემდგომ მოხდა ის, რომ ადამიანური პრიორიტეტები წამოვიდა უფრო წინა პლანზე და სამყაროს ცენტრად ადამიანმა თავისთავად გამოაცხადა და მოინდომა ღვთის გარეშე ამ ქვეყნიური სამყაროს შექმნა და გამარტივება ცხოვრების და პრაქტიკა მაჩვენა, რომ პირიქით გაირთულა ცხოვრება, უფრო მძიმე გახადა ცხოვრება, მაგრამ დღეს ეს ბრძოლა მაინც მიმდინარეობს. ებრძოლა მაინც მიმდინარეობს და ბუნებრივი არის ის, რომ მთელ მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, კიდევ მთელ მსოფლიოში ებრძოლა მიმდინარეობს იგივე ხა ისრაელის მაგალითი შეგვიძლია ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, ჩვენნაირი ქვეყნის ამ გაგებით ტრადიციული, ასე ვთქვათ, ქვეყანა, რომელიც სწორედ ამ ჭიდილის ერთ-ერთი სერიოზული ერთი მხრივ დემოკრატია უნდა იყოს შეინარჩუნოს, იმიტომ რომ ესეთ რეგიონშია და მეორე მხრივ თავის პრინციპში მართლმადიდებლობით მამუკა ეს არის ყველაზე ჩემი აზრითაც ისეთი მისაღები მაგალითი საქართველოსთვის, იმიტომ რომ ხა ევროპის ქვეყნებს ბევრი ისეთი პრობლემები არ აქვს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნიათ, მაგალითად თქვა ჩვენი მეზობლების სახით. ჩვენი ქვეყანა თქვათ, ხა კიდე ერთხელ ვამბობ, მე აწინა თავრობის ის მქონდა წაკითხული რა ქვია უსაფრთხოების კონცეფცია, ასე ვთქვათ. ეს იყო სასაცილო დოკუმენტი, რამდენიმე ფურცელზე დაწერილი დოკუმენტი. ესე იგი, მთავარი საფრთხე, რა თქმა უნდა, მიჩნეული იყო რუსეთი, მაგრამ რატომ არის საფრთხე რუსეთი? ეს არ იყო მთავარი განსაზღვრული. ანუ რუსეთი რატომ არის საფრთხე? ეს არ იყო განსაზღვრული. რა სახელმწიფოს ვაშენებთ? პირდაპირ ეწერა მოკლედ, რომ მაშინეთ ლიბერალურ დემოკრატიულ სახელმწიფოს და აი ამ 5 ფურცელში ზარია მობილური თუ კაცრავად შემოუშვა და შემდეგ გავაგრძელებთ საუბარი. გისმენთ პირდაპირ ეთერში ვსწავლებით. მოგესალმებით. გისმენთ. აი გლობალიზაცია, სიტყვა გლობალიზაცია. ნიშნავს თუ არა მცირე ერების გადაყლაპვას და მათი ეროვნული ინტერესების უგულებელ ყოფას. რამე თუ საზღვრების მოშლა ეს პირდაპირ ნიშნავს მათი აღრევა, ანუ გადაყლაპვა პირდაპირ მნიშვნელობით და სოფლიო რესურსების გადანაწილება უფრო პირველ ადგილზე დგას, ვიდრე რომელიმე პატარა ეროვნების ინტერესების გათვალისწინება. რამე თუ უჟე ნავთობი ილევა და მზის ენერგიას ეძებენ, წყლის ენერგიაზე გადადიან და აქ უკვე ნაკლებად საინტერესოა ჩემი აზრით, აი ამაზე თუ აგვიხსნით პასუხს გავქცეთ, ვიდრე პატარა ერების ინტერესები აი გლობალიზაციის პერიოდში და გლობალიზაცია და სიტყვა დემოკრატია უფრო მეორეხარისხოვანი იქნება, მე მგონი ფაშიზმი უფრო მოსანატრებელი და გამართლებული გამოჩნდება, ვიდრე კომუნიზმი, ჩემი აზრით და თქვენ აი გავგვიმართეთ საწინააღმდეგო აზრი შეიძლება. პირველ რიგში თუ შეიძლება მაგ ერთს ვიტყვი, საერთოდ ერთი და იგივე ტერმინი ორმა ადამიანმა შეიძლება სულ სხვადასხვანაირად განსაზღვროს და სხვადასხვა ეპოქაში. აი ამაზე საუბრობდა მამუკა, როდესაც ყვებოდა ლიბერალიზმი. ილია ჭავჭავაძე იყო ყველაზე დიდი ლიბერალი იმ პერიოდში, ხო? მაგრამ
დღევანდელი გადასახედით ლიბერალი სხვანაირად ფასდება, ხო? იგივე გლობალიზაცია. არა, სხვათა შორის იგივე ლიბერალების ასე ერთ წამაში მოხარშავთ როგორც კონსერვატორებს, იმიტომ რომ არის დაუშვათ ფსევდოლიბერალი, არის ულტრალიბერალი, აი დაუშვათ ჩვენთან ზირთად არის ფსევდოლიბერალები, რომლებიც ასე ვთქვათ ლიბერალებს ხადაგებენ და თვითონ ჩვეულებრივი ოლიგარქები არიან და დაუშვათ მოიფიქრა თავის დროზე რუსეთში ეს მომენტი, მე საქართველოში გადმოვიდა და დაუშვათ მენდუგიძე ჩვეულებრივი ოლიგარქია, რომელიც ლიბერალური იდეებით ყველაფერს გავყიდი ბატონო, აი ამ პრინციპით ვითომ იკეთებს იდეოლოგიურ საფუძველს თავისი აცებლური პოლიტიკის გასატარებლად. ეს არ არის ლიბერალი. იგივე თუნდაც ჩვენი ეგრეთ წოდებული არასამთავრობო სექტორის ძალიან ბევრი წარმომადგენელი, რომელიც თავისთავად ლიბერალს უწოდებს, მაგრამ მისგან განსხვავებული შეხედულებების ადამიანი როცა იჩაგრება, მათი სიტყვა არ ისმის. მათი სიტყვა არ ისმის. როგორ ლიბერალი ხარ შენ? მარტო შენ მომხრეებს იცავ, შენაირებს იცავ? ამიტომ აი ეს სხვადასხვა მომენტია. რაც შეეხება აი ძალიან კარგი შეკითხვაა, ჩვენ ხშირად ჩვენს გარეშე ვეძებთ ხსნას და ჩვენს გარეშე ვეძებთ ასე ვთქვათ პრობლემების მოგვარებას და თუ ვერ მოვაგვარებთ ეს პრობლემები გვინდა გადავაბრალოთ სხვას. გლობალიზაცია თავისთავად პროცესია. ეს ის პროცესია, რომელიც მიმდინარეობს რეალურად, ეს პროცესი მიმდინარეობს. და სულ მიმდინარეობდა. სულ მიმდინარეობდა. წვიმს ბატონებო და წვიმა კარგია თუ ცუდია, ეს სხვა თემაა. მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ წვიმის დროს როგორ არ დავსველდეთ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ ჩვენი წინაპრები საუბრობდნენ, როგორ დახვდეთ ამ გლობალიზაციას, როგორ დახვდეთ ამ პროცესებს და როდესაც ელემენტარულად თუნდაც იმ პერიოდში დღევანდელი სახელმწიფოების უმეტესობას საერთოდ დამწერლობა არ ქონდა, ჩვენი წინაპრები იჯდა მონასტრებში და არ გამოსულა არც ერთი თხზულება იმ პერიოდში, რომ ქართულ ენაზე ის ათარგმნილიყო. არ ყოფილა თითქმის ასეთი შემთხვევა, ყველა მნიშვნელოვანი თხზულება ითარგმნა ქართულად და ვრცელდებოდა იმ წრეებში, იმ ელიტარულ და ინტელექტუალურ წრეებში, სადაც ეს უნდა გავრცელებულიყო. არ ყოფილა მოვლენა, რომ ჩვენ აი საპირისპირო არ გაგვეხორციელებინოს. სხვათა შორის თავის დროზე ჩვენ ჯერ კიდევ 88 წელში ჟურნალ მოამბეში დავბეჭდეთ გიორგი კვინიტაძის წერილი, რომელმაც განიხილა აკაკი წერეთლის თორნიკე ერისთავი სამხედრო თვალსაზრისით. და როგორც გენერალმა შეაფასა იმ პერიოდის, ასე ვთქვათ, ბრძოლის ხელოვნება და ნუ პოემაში ასახული ეს მომენტები და საკმაოდ საინტერესო დასკვნა გააკეთა, რომ მაშინაც კი ჩვენი სამხედრო ვთქვათ, ქმედებებით, რაც განახორციელა თორნიკე ერისთავმა თავის დროს, ეს იყო რაღაც ასე ვთქვათ, ახალი სიტყვა სამხედრო ხელოვნებაში, ასე დაყოფა ჯარის ნაწილებად, ფუნქციონალური განაწილება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იშვიათობას წარმოადგენდა იმ პერიოდის სოფლიო ომების ისტორიაშიც კი. ჩვენ არ ჩამოჩენილ ვართ არც ლიტერატურაში, არ ჩამოჩენილ ვართ არც არქიტექტურაში. ესე იგი, ჩვენ აქ უნდა ვეძებოთ მექანიზმები, ვაი უშველებელი კი არ უნდა ავიტეხოთ. ის კი არ უნდა ავიტეხოთ, რომ სად დღას ვიღაცა სამასთა კომიტეტი მართავს, ან დაუშვათ მასონების შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, ან ის რომ აი რაღაცა საქართველოს ჩაძირვა, გასაგებია, მოწინააღმდეგეს უნდა ჩაძირვა. გასაგებია, მოწინააღმდეგეს და მტერს კი არა, მეზობელს ხანდახან შენი ეზოსკენ ეპარება თვალი, რომ ღობე გადავწიო 9 მეტრი იქით და ბევრი გვინახავს საქართველოში ბიძაშვილები ერთი ხის გამო რომ ჩხუბობდნენ. ამიტომ ეს არ არის გასაკვირი. ჩვენ ამაზე პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ. ჩვენ ამის საწინააღმდეგო ქმედებები უნდა განვახორციელოთ. ჩვენ უნდა შექმნათ სახელმწიფოებრების ისეთი მოდელი, რომელიც დაგვიცავს ამ პროცესებისაგან. ესე იგი, ისეთი ხოლგა უნდა გავაკეთოთ, რომელიც ამ წვიმისაგან, მით უმეტეს თუ ეს არ არის გაზაფხულის ხაპუნა წვიმა, რომელიც ასვიამოვნოა, არამედ არის ზოგიერთი სტალახიანი წვიმა, ხანდახან თბილისში რომ მოდის, ისეთი ხოლგა უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი თავი. აი ისრაელმა მაგალითად, როდესაც საკმაოდ გაძლიერდა პალესტინის ტერიტორიებიდან რაკეტების ინტენსივობა, შექმნა სისტემა, რომელიც რკინის ხოლგა თუ რაღაცა უძახია, რომელიც ჰაერშივი ანადგურებს რაკეტებს, რომელიც მოდის დასახლებულ
პუნქტზე და თუ ის მოდის დაუსახლებელ პუნქტზე უდაბნოში ეცემა იმას არანადგურებს იმ უბრალო მიზეზის გამო რომ არ იხარჯება ფული რომ თითოეული რაკეტის გაშვება ძვირი ღირს ესე იგი ჩვენც უნდა მოვიფიქროთ ასეთი პოლიტიკური სამართლებრივი იდეოლოგიური მექანიზმები იმისათვის რომ ჩვენ გადავრჩეთ ამ გლობალიზაციის დაპირისპირებაში როგორ ხომ გადავრჩით ჩვენ იმ პერიოდში იმიტომ რომ იმ პერიოდის მექანიზმების მაქსიმალური ამუშავება შევძელით. დავუშვათ დღევანდელ დღეს ეროვნული მოძრაობა რას ვაკეთებთ? ამოღებებული ქონდა თვალები პროკლამაციების ბეჭდვით. და როდესაც ვერ შოულობდით დავუშვათ ან ვერ მოვიპარავდით იყო ასეთი შემთხვევები რა გადავმალო, ან ვერ გადავაკეთებდით საბეჭდ მანქანას, იყო ასეთი მექანიზმები რომ ფოტოზე ბეჭდავდით. და წარმოვიდგინეთ ახლა 10000-ობით ცალი პროკლამაცია ფოტო ქაღალდზე დაბეჭდილი რომელსაც ჭირდებოდა დღეები და მთელი ღამეების თენება და ნუ თავში ვეღარ მიხედებოდით დღეს აგერ არის კომპიუტერი არის ინტერნეტი დააწერე ბატონო ერთი თითი დააჭირე და მთელ სოფლიოს გააგებინებ შენ გულის ტყივილს ესე იგი უნდა გამოიყენო ეს კომპიუტერი რა თქმა უნდა კომპიუტერს მოყვება ვირუსი რა თქმა უნდა კომპიუტერს მოყვება ზოგიერთი ისეთი უხამსი ვიდეო თუ გამონათქვამი რომელიც არ გინდა რომ ბავშვებმა ნახოს მაგრამ კეთილი ინებე და არსებობს მექანიზმები რომ არ შემოვიდეს ეს ვირუსი დააყენე ბატონო ანტივირუსი რომ არ შემოვიდეს ეს ვიდეოები დაბლოკე კოდი დაადე რაღაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს შენ უნდა იყო თანამედროვე და როცა ჩვენ საუბრობთ სახარებაზე ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ რომ რადგანაც ქრისტე მუდმივია ესე იგი ის არის თანამედროვე და რადგანაც ის თანამედროვეა ესე იგი ის ღირებულებები რომელიც მან ჩვენ დაგვიტოვა დღესაც მუშაობს და რადგანაც დღესაც მუშაობს უბრალოდ ამას ჭირდება 21 საუკუნის ამ შინაარს უფრო სწორად ჭირდება 21 საუკუნის ასე ვთქვათ ენით გადმოტანა დოკუმენტად და შექმნა იმ უსაფრთხოების მექანიზმების რომელი მექანიზმები ჭირდება ჩვენ როცა ვსაუბრობთ იგივე რუსეთთან მიმართებაში თქვენ სწორად ახსენეთ უსაფრთხოების კონცეფცია წერია რომ რუსეთი მტერია ჩვენ კამათობთ მტერია თუ არა რუსეთი და საზოგადოებაში აი ეს კამათი მიდის მაგრამ არ მიდის მსჯელობა აკადემიური მსჯელობა რატომ არის ეს მტერი ამას ვამბობ რატომ არის მტერი ესე იგი არ მიდის უბრალოდ ახსნა იმისა რომ 400 წლის განმავლობაში რუსეთს მინიმუმ 400 წელს ვამბობ 400 წლის განმავლობაში რუსეთს საქართველოს ურთიერთობის ისტორია რას გვეუბნება ჩვენ რას გვეუბნება უშუალოდ საქართველოს სუვერენიტეტისათვის არის თუ არა რამე გაკეთებული და თუ არის რამე გაკეთებული არის გაკეთებული იმ პერიოდში რომელიც ეს რუსეთის იმპერიის სახელისათვის კეთდებოდა და ბუნებრივია ახლა თუ მოამზადებდა სამხედრო ოფიცერს მიყავდა ასე ვთქვათ რუსეთში და ემსახურობდა რუსეთში თუ მოამზადებდა მეცნიერს ძირითადად ამუშავებდა საბჭოთა ასე ვთქვათ ტექნოლოგიების განვითარებისათვის და ქართველების მონაწილეობა იმაში რომ რუსეთის იგივე კოსმოსური ასე ვთქვათ შესაძლებლობები ასეთი დიდია ძალიან მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამიტომ ეს უნდა გავაანალიზოთ მეორე უნდა გავაანალიზოთ თვითონ რუკას დავხედოთ და გეოსტრატეგიული ინტერესები რომელიც მუდმივია ეს არ არის დამოკიდებული ივანიშვილზე, სააკაშვილზე, გიორგაძეზე, ზაალიშვილზე. ეს არის მუდმივი ინტერესები. ჩვენ არა, ჩვენ გადაგვაქვს პიროვნების დონეზე. პეტრემ პავლესთან მოაგვარა საკითხი, ჩაუდო 2 ბოთლი კონიაკი, ასე თქვა, ჩემოდანში და ფონდი წამოიღო იქიდან. არა ბატონებო, ასე არ არის. ეს არის გეოსტრატეგიული ინტერესი. ის გერმანია, ისეთივე გერმანია, ეს იქნებოდა დემოკრატიული დღევანდელი. იქნებოდა დაუშვათ ბისმარკის გერმანია, ინტერესები დაუშვათ რუსეთის მიმართ თითქმის იგივეა. თითქმის იგივეა ეს ინტერესი. ზარია მამუკა ეთერში შემოუშვა და მე ერთს მეც დავამატებ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ვსანდებით. გამარჯობათ ბატონო. გამარჯობათ ბატონო მამუკა. გამარჯობათ. ბატონო მამუკა, მე მაინტერესებს აი პოლიტიკოსების შეგან იმის ახსნა მადლიერების გზნობიდან გამომდინარე. რომ ამიღოთ გვაკუთხედი საქართველოსთვის პოლიტიკური მიმართულებასთან დაკავშირებით. არჩევანი გვიდეს ყოველთვის ცუცსა და უარეს შორის. აი თქვენ როგორ გონიათ საქართველოს პრაქტიკულად რომელ დაქვემდებარებაში უფრო კარგი იქნებოდა საქართველოს განვითარების და მოსახლეობის განვითარებისთვის. ჩვენ როგორ დღემდე პროთურქული ორიენტაცია ჩვენ როგორ პრაქტიკულად პროფაშისტური გერმანული ორიენტაცია
გერმანელებს რო ჩავიგდეთ ხელში თუ რო ქონოდა პრორუსული ორიენტაცია რომელიც აქამდე ქონდა თუ ყველაფერზე უფრო კარგი რომ ქონდეს პროამერიკული ორიენტაცია სად უფრო მეტი გახარების და პრაქტიკულად განვითარების პრაქტიკულად საშუალება გვაქვს საქართველოს მოსახლეობას ისე რომ ჩვენი ღირებულები შევინარჩუნოთ და არავინ არ დაგწნოდეს ამის გულით და რომ აი თქვენ იცედებოთ თქვენ ასეცებოთ თქვენ აზიატებოთ თქვენ არასემდგარო ევროპელებო აი თქვენ რა შეჭდებით სადა გვაქვს უფრო კაი საშუალება არ გვიგათ ეხლა დამოუკიდებლები უნდა იყოთ და ქვევში უნდა ჩაძვეთ და თავი უნდა დაიყოფოთ ხო მე მგონი ამას არ იცის არა დიდი მადლობა მომგო ერთი შემიძლია ვთქვა რომ მართლა ხალხს აინტერესებს ეს თემა ანუ რატომ არის რუსეთი მტერი თქვა იგივე აი ეს თემა მართლა საინტერესოა და ჩემი აზრით სწორედ სულ ყველა ხელისუფლების პრობლემა აქამდე რაც იყო საქართველოში ის არის რომ ფუნდამენტურად ამ საკითხების შესწავლა არ ხდება და აქედან გამომდინარე ჩდება სწორედ ეს კითხვები, თორე ახლა მე არ მგონია გერმანიაში ან ამერიკაში ან რომელიმე სხვა ჩამოყალიბებულ ქვეყანაში ესეთი კითხვები ჩდება. ეს ძალიან კარგია ეს კითხვები რო ჩდება, ჩემი ეხლა თქვა ამ სიტუაციაში, მაგრამ ეს ხო აღარ უნდა იყოს 25 წელია პრაქტიკულად სახელმწიფო გვაქვს. სწორედ ამაშია საქმე. თავიდან ბოლომდე ვიზიარებ პათოს მაგრამ ერთი სიტყვა რომელიც გულს მიკლავს იყო ნახსენების სიტყვა დაქვემდებარებაში. აი თავისთავად რატომღაც ჩვენთან აი ეს პროპაგანდა მიდის რომ ან ერთის ქვეშ უნდა იყო ან მეორეს ქვეშ ან მესამეს ქვეშ რატო ბატონებო ერთის ხრივ მე ვეთანხმები რომ იზოლაციონიზმი ეს დამღუპველია. საქართველოს არასოდეს არ ყოფილა იზოლირებული გარე სამყაროდან ვერ ჩვენ ვიქნებით იზოლირებული ვერც ერთ შემთხვევაში მაგრამ მეორე მომენტია არც დაქვემდებარებული არ უნდა ვიყოთ თუნდაც ის მომენტი რომ ავიღოთ აუშვათ ირანთან ჩვენი ურთიერთობა კი ბატონო ჩვენ ვიყავით ასე ვთქვათ დამყრობილი მაგრამ არც ერთ შემთხვევაში შიდა სტრუქტურაში არ ვაძლევდით ჩვენ დამპრობლემს ჩარევის შესაძლებლობას. რუსებს ჰქონდათ მარტო. აი სხვათა შორის მონგოლებმა ცადეს აი შიდა სტრუქტურებში. ესე იგი თავადი შეიძლება მეფე შეიძლება მიდიოდა ხალხს უხრიდა თავს დაუხრიდა მაგრამ არასოდეს არ მიუციათ საზოგადოებასთან პირდაპირი გასვლის საშუალება. ის შიდა სტრუქტურა ჩვენი მუდმივად რჩებოდა. ვიღაცა ძლიერი, ასე ვთქვათ, ფეოდალი იყო, ვიღაცა სუსტი, მაგრამ შიდა სტრუქტურა იყო დარჩენილი. რატომ? ეს იმიტომ, რომ სახელმწიფოებრიობის ნიშნები ყოველთვის იყო შენარჩუნებული. ჩვენ შეიძლება დაშლილი ქვეყანა ვიყავით, მაგრამ იგივე ქართლ-კახეთი, იგივე თუნდაც იმერეთი, გურია სამეგრელოა ვიყოთ, ქართული წარმონაქმნები იყო. ქართული წარმონაქმნები იყო. ყველაზე ასეთი სამეგრელოს მთავარი ლევან მეორე როდესაც წერილს აგზავნიდა ის სტრანი ივერი ამატებდა იქ რა კი დამოუკიდებელი აცხადებდა მაგრამ ის სტრანი ივერი ხას უსვამდა იმას რომ ქართული სახელმწიფო იყო გურია ქართული სახელმწიფო იყო კი დაქუცმაცებულები ვიყავით მაგრამ ქართული სახელმწიფოები ვიყავით არც ერთი თვით აფხაზეთიც უარს არ ამობდა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და გამუსულმანებული მესხე ჯავახეთიც კი ინარჩუნებდა ქართულ სახელმწიფოებრის ნიშნებს და თუნდაც ის მეჩეთები რომელიც არის აშენებული აი ამ ტერიტორიაზე ქართული ორნამენტებით არის ასე ვთქვათ მორთული ამიტომ ჩვენ ნუ გვაქვს ისეთი წარმოდგენა რომ თუნდაც დაპყრობის პერიოდშიც კი ვიყავით ასე ვთქვათ თავიდან ბოლომდე დამოკიდებული და თავიდან ბოლომდე დამორჩილებული არა ბატონებო ჩვენ გარკვეულ ანგარიშს უწევთ რა თქმა უნდა ძლიერი უნდა გაითვალისწინო ხარკი თვით დავით აღმაშენებელმაც კი თბილისი არა იყო გარკვეულ პერიოდამდე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამირაიჟდა თბილისში რა ეს ტაქტიკის საკითხია ეს მიმდინარე პოლიტიკის საკითხია მაგრამ ფუნდამენტი არის ის რომ შიდა სტრუქტურაში არავინ არ უნდა შემოუშვა და ის თავადები ყველაზე რენეგატიც კი რომელიც ყავდა საქართველოს ისიც კი იცავდა ამ წესს მიუხედავად იმისა რომ დაპირისპირებულები ვიყავით იგივე დაუშვათ რომ ავიღოთ დაპირისპირება გივი ამილახვარსა და ერეკლეს მამა თეიმურაზ მეორეს
შორის. ამ დაპირისპირებამ ის შედეგი მოიტანა, რომ რამოდენიმე საუკუნის შემდგომ თეიმურაზ მეორე პირველი ქართველი მეფე გახდა, რომელმაც ქრისტიანულად დაიდგა გვირგვინის სვეტიცხოველში. ამ დაპირისპირების შედეგიც კი ბევრ შემთხვევაში იყო დადებითი. რა თქმა უნდა, ბევრ შემთხვევაში უარყოფითი იყო, მაგრამ მთავარი მომენტი არის ის, რომ ჩვენი შიდა სტრუქტურა, დემოკრატია იყო. სოციალურ ფენებს შორის ურთიერთობა, დამოკიდებულება მეურნეობასთან, მიწასთან, პიროვნებებს შორის, ელემენტარულად ჩვენ ავიღოთ, როცა საუბრობთ ღირებულებებზე, რაინდობის ინსტიტუტი საქართველოში იყო და ევროპაში. არ იყო რაინდობის ინსტიტუტი, არც რუსეთში, არც აღმოსავლეთში. რაინდობა სულ სხვა ფენომენია. სულ სხვა, ასე ვთქვათ, სიმაღლეა. ამიტომ ჩვენ ეს უნდა შევისწავლოთ ეს ყოველივე და უნდა ვთქვათ, რომ სად არის ჩვენი შინაგანი დამოკიდებულებით უფრო კომფორტული გარემო. ჩვენნაირები სად არიან? ეს არ ნიშნავს იმას, რომ 100% ჩვენნაირი იყოს. მამკა ისევ ზარია მობილურით კი ბატონო. შემოუშვათ და ძალიან კარგი თემაა და ენანება გასაწყეთად. არა, რა უშვას, გავუც კიდე 1 საათი გვაქვს ამის შემდეგ. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ვზანდებით? აიო. დიახ. მოგესალმებით. გამარჯობა. კაცრავად, მაგრამ ვერ გავიზიარებ თქვენს ძალიან ისეთი პოზიციას. თუნდაც ავღანეთში ჩვენი ბიჭების უბედურების ამბავზე ეს უბრალოდ დაღვრილი სისხლია, ამაში მე ვერ დამარწმუნებს. რომ აქ ჩვენი არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც ჯარი ჩვენ სახელმწიფოს არ ეკუთვნის და რომ ეს ჯერ არ შემდგარი სახელმწიფოა და პირდაპირ გაწოლილები არიან ყველასთან, გინდა თურქეთი აიღეთ, გინდა ამერიკა, მრავით სამეზობლოში სულ ყველასთან. ყველას ყველაფრის უფლებას აძლევენ და თქვენ ამას არ მართლებთ. თავიანთი შვილები გაუშვათ, ბატონებო. გაუშვათ თავიანთი შვილები. პრინცესა დიანას ვაჟი იბრძოდა ავღანეთში. ესენი რატო არ უშვებენ? და მე ნახონ როგორია. სხვისა სიცხით მოპოვებული თავისუფლება. ვისი თავისუფლებისთვის იბრძვიან? აღარ თქვენიათ მართლა და მართლა? გასაგები ხალბატონო. ნუ სრულიად ასე ვთქვათ, არასწორად იქნა გაგებული ჩვენი სიტყვები და სწორედ იმას ვამბობდი ჩვენს ხალბატონო, რომ ტყუილუბრალოდ რომ არ გამოვიდეს ამ ბიჭების სისხლის დაღვრა, ამიტომ ჩვენ საზოგადოებამ, პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ხელისუფლებამ, ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აქ ქართული სახელმწიფო ავაშენოთ და კაი გაგებით, ცოტა რთულია ახლა დღეს ამ თემაზე საუბარი, კაი გაგებით გამოვიყენოთ ეს ყველაფერი იმისათვის, რომ სახელმწიფო ავაშენოთ და არა იმისათვის, რომ ვიღას გარკვეულმა პიროვნებებმა და კლანებმა ამაზე ხელი მოითხოვონ, ძალაუფლება გაიმყარონ, ასე თქვა თავიანთი პიროვნული კონტაქტები და ურთიერთობები გააძლიერონ საქართველოს სახელმწიფოს საზიანოთ. სწორედ ამიტომ არის, ჩვენ რატომღაც აი ყველაფერში ეს უკიდურესობებით მივდივართ და არა იმ კუთხით, რომ ჩვენ მოვთხოვოთ საკუთარ თავს და მოვთხოვოთ თუნდაც იმ ქვეყნებს, რომელთან ერთადაც ჩვენ ავღანეთში ვიბრძვით, მოვთხოვოთ ის, რომ ბატონებო დაიცავით ჩვენი უფლებები, როდესაც ილახება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. იგივე თურქეთი ვახსენეთ. პრაქტიკულად არ არის გარშემო სახელმწიფო, რომლის ინტერესებსაც ჩვენ მუდმივად არ ვითვალისწინებდეთ საქართველოს ინტერესების აზიანოთ. თუნდაც ის ფაქტი, როცა ვსაუბრობთ იგივე ბათუმში მეჩეთის თემაზე. ვითვალისწინებთ თურქეთის ინტერესს, მაგრამ ხომ შეიძლება რომ ერთი პირობა ჩვენს წაგვეყენებინა. მე არ გამიგია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არ ძველი და არც ახალი ხელისუფლების მხრიდან, რომ ქართულმა მხარემ დააყენა რაღაც საკითხი, გარდა იმისა, რომ როცა ოშკის რესტავრაცია დაიწყება, ქართული სპეციალისტები დააკვირდებიან. და ისიც სანამ არ ატყდა ვაიუშველებელი, ისიც კი არ იქნა განხორციელებული. რატო ბატონებო, დავაყენოთ ჩვენ ეს საკითხები? თუ კი როგორც პრემიერი აცხადებს, რომ ტურისტებს და ინვესტორებს ჭირდება ბათუმში მეჩეთი, 1000-ობით ადამიანი ცხოვრობს თურქეთში და ამ ადამიანებსაც ჭირდება ტურისტი რამდენი სამლოცველო. აქედან გამომდინარე, პრობლემა იმაში კი არ ადგას, რომ ვიღაცა ცდილობს ჩვენზე ზემოქმედებას. პრობლემა იმაში დგას, რომ ჩვენ, აი სწორედ იმიტომაც ვახსენე, ის ფეოდალები არ ცვლიდნენ ამ სტრუქტურას, საზოგადოებრივი ცხოვრების წესს,
ისინი შეიძლება ექვემდებარებოდნენ, მაგრამ შინაურ საქმეებში არ ახედებდნენ. ისინი არ იბრძოდნენ იმისათვის, რომ თავისი, ასე ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ პირადი კეთილდღეობა უზრუნველყოთ ქვეყანასთვისაც კი, ქვეყნასაც კი ფიქრობდნენ. ხოლო როცა დღეს ჩვენ ყავს ისეთი ელიტა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ როგორ მოვიპოვოთ ძალაუფლება, როგორ შევინარჩუნოთ ის საქართველოს ხარჯზე, ну ეს უკვე პასუხგასაცემია და ამაზე ქართულმა საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი. ზარი ეს მომკვა პირდაპირ ეთერში შემოუშვა და მე მაქვს ერთი კითხვა. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? ჰალო. გისმენთ? მოგესალმებით ბატონებო. გამარჯობა. ვერანაირად ვერ გავიზიარებ თქვენს აზრს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, საკვირველია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და მე ვიცი, რომ ასე ფიქრობს მოსახლეობის 90%. ესე იგი, ხელისუფლება, ეხლამდელი ხელისუფლება, ისევე როგორც წინანდელი ხელისუფლება, ძალიან ბევრ რამეში გავს ერთმანეთს და საერთოდ ხალხის აზრს იგნორირებას უკეთებს. აბსოლუტურად ხალხის აზრს არ ითვალისწინებს. ძალიან დაშორდა ერთმანეთს ხელისუფლება და ხალხი. ეს ძალიან ცუდია და ხალხს უკვე მოთმინების ფიალაებსო. ეს ძალიან ცუდად მოუბრუნდება და ნუ გონია რომ ამ ხელისუფლებას არ მოუბრუნდება ცუდად. იმიტომ რომ ეს არ არის ევროპული ხელისუფლება. ეს არის ისე პიარზე აგებული ხელისუფლება, რომელიც ამერიკულ იდეოლოგიას გთავაზობს ჩვენ ისე როგორც წინა ხელისუფლება. როდესაც პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს რომ აი ამერიკა ყველანაირად უნდა დავაინტერესოთ ჩვენ. ნუ რაზეა მაშინ ლაპარაკი? საერთოდ აფხაზეთზე უარს ამბობენ, სამოშაბლოზე უარს ამბობენ. რაღა დაინტერესება უნდა? ჩვენ უკვე ვართ შტატი, ამერიკის შტატი და გუბერნია. და რატომ უნდა შეეჭირონ ეს უდანაშაულო ახალგაზრდები, ეს აშკაცი ბიჭები, ანგელოზები ბიჭები და რა ეს ცინიზმი არ არის, როდესაც გამოდის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ამბობს რომ ითქვა შეეჭრეს სამშობლოს დამოუკიდებლობას. ასეთი დებილები მგონი ვარ ჩვენ, ასეთი გონება ჩმუგები. რა არის? ეს არის ხმასად აგდება ხალხს, რომ სამშობლოზე ეს ხომ არის დიდი ცოდვა, მიდიხარ და ებრძვი იმ ადამიანებს, რას გიშევებენ, ისინი იცავენ თავიანთ სამშობლოს. ამერიკამ რომელმაც ერაყი გაანადგურა, ამერიკამ რომელმაც ეხლა ავღანეთში ანადგურებს იმ ვაშკაც ბიჭებს, რისთვის იბრძვიან? გასაგებია ხალბატონო, თქვენი აზრი გასაგებია. ახლა ჩვენც სხვათა შორის ჩვენ მამკვაც და მეც მე მაგალითად გეტყვით ეს მე ვფიქრობ რომ ჯარები გამოსაყვანია ავღანეთიდან და არა იმიტომ თქვათ თქვენ რატომაც ამობთ. უბრალოდ თუ რომ საქართველოს ამოწურა იქ თავისი მისია, ეხლა ვისაც იქ პრობლემა აქვს იმან გააგრძელოს იქ ასე ვთქვათ, როდესაც ავღანეთში იყო პრობლემა, სერიოზული პრობლემა და ძალიან დიდი რაოდენობით ვთქვათ ეს ტალიბანი და ჯიჰადისტები, მაშინ საქართველოს იქ იყო. ეხლა საქართველოს დაასრულა, ვთქვათ იქ მისია უნდა დაასრულოს, ჯარები გამოყვანილი იყოს. ეს ჩემი პოზიცია, მაგრამ არა იმიტომ რომ ვთქვათ საქართველოს იქ ამერიკის რაღაცა ბრძანებებს ასრულებდა. ეს საქართველოს ინტერესებში შედიოდა თავის დროზე, იმიტომ რომ ის პრობლემა, რომელიც ავღანეთში იყო, ის საქართველოსაც ემუქრება ის პრობლემა. ამაზე ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე ამ ეთერში, მაგალითად ის რაც ხდება სირიაში, რომ ეს მოჯაჰედები აქედან მოძრაობდნენ, ისინი შეიძლება უკანას დაბრუნდნენ. ჩვენ მართლაც გვჭირდება ის ბიჭები აქ, ჩვენ მართლაც არა მარტო ის ბიჭები გვჭირდება, ჩვენ საერთოდ ყველა ძლიერი ჯარი გვჭირდება, ძლიერი სტრუქტურები გვჭირდება, ძალისმიერი, ამაზე საუბარი არ არის. მე მგონი ამაზე რა თქმა უნდა, ეხლა ეს საკამათო თემა არაა და ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ ეხლა რომ ეს უნდა შევქმნა და ეს დაღუპული ბიჭები და აქამდე რასაც საქართველოს იბრძოდა თქვათ ავღანეთში, ეს ყველაფერი ჩვენ დაგროვილი ჩვენი ასე ვთქვათ დაგროვილი სიმდიდრე უნდა გამოვიყენოთ ძლიერი საქართველოს ასაშენებლად და არა ცალკეული პოლიტიკოსების გასამდიდრებლად. ამაზეა ხო საუბარი, მე მგონი ჩვენ ესე ვსაუბრობთ. ასე რომ თქვენი პათოსი და ჩვენი პათოსი აბსოლუტურად ემთხოვა ერთმანეთს. მეორე ეხა ერთი საკითხი 3 წუთი დარჩა ამ გადაცემის პირველი ნაწილის დასრულებამდე, მამუკა. ეხა ცოტა ეკონომიკასაც მინდა შევეხო. იმიტომ რომ ეკონომიკაც ასე ვთქვათ სახელმწიფოების მამოძრავებელი ერთ-ერთი ხო თუ არა ძირითადი, იმიტომ რომ ეკონომიკურ პრობლემებმა და ეკონომიურმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფოს რღვევა. ეს საბჭოთა კავშირის რღვევა რღვევის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს ეკონომიკური პრობლემა იყო, ხო? ჩვენთან რა ხდება ეკონომიკაში? შეიცვალა ფორმაცია საქართველოს საერთოდ? ეკონომიკური ფორმაცია. იმიტომ რომ სულ დასავლეთს მიდის დასავლეთის კრიტიკა იმაზე, რომ აი მაგათმა დაგვაქციეს, მაგათმა დაგღუპეს, რაღაცა თქვა შეიძლება დაეთანხო, მაგრამ აი ეკონომიკურ ფორმაციას რაც შეეხება, მე მგონი ჩვენთან ისევ სოციალიზმია და ისევ ის არის, რაც ძველად იყო, ხო? რადგანაც ამ ნაწილში ამ შეკითხვაზე პასუხის ბოლომდე გაცემას ვერ მოვახერხებთ, ჯობია მეორე ნაწილისთვის გადავიდეთ და
კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება საკითხისადმი სამწუხაროდ დღეს ჩვენ სიღრმისეულ პრობლემებზე არ ვжელობთ. ჩვენ ვжელობთ მხოლოდ იმ პრობლემებზე, რომელიც ზედაპირზეა და ხშირად ეს ზედაპირზე წამოსული პრობლემები არ ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. და ძალიან ხშირად ეს არის ხელოვნურად შექმნილი ატმოსფერო, როდესაც საზოგადოებამ ჩაძირულ თავის ყოველდღიურ პრობლემებში ვერ გააცნობიეროს ის სიღრმეები, რომელიც სიღრმეებშიც საჭიროა, რომ ჩვენ ჩავიდეთ. თუნდაც აი ბოლო პერიოდში ისი უწმინდესობის გამოსვლა, როცა ახალგაზრდულ პარლამენტს შეხვდა, უთხრა, რომ ასე ვთქვათ, ზედაპირზე არა, სიღრმისეულად განიხილეთ პრობლემები. ეს თქვენი ყველას მოწოდებაა და მე ჩემ თავზე ყველას მოუწოდებთ, რომ აი ამ კუთხით განსაზღვროთ დამოკიდებულებებთან საკითხის მიმართ. პირველი ნაწილი დასრულდა გადაცემის 5-20 წუთში ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს და გავაგრძელებთ თქვენთან ერთად საუბარს.